ოკეი, მოგესალმებით. დღეს ვივაჭრებთ, შევეცდები ტრეიდი გავხსნა, იმიტომ რომ საუკეთესობები არ აგვაქვს ამ მომენტისთვის, მაგრამ ახლა ერთი ენტრი გამოვტოვე, იმიტომ რომ გასული ვიყავ უბრალოდ. რა მოდი ხა ჩარტს ავაწყობ და განახებთ რა როგორ მუშაობს. ეს საერთოდ ჩვენი ზონა. ამ ზონიდან, შორტები თუ ჩაფეილდა, შორტები ამის ქვემოდან, ვოლიუმს უნდა დავაკვირდეთ, თუ დაიკავა ამ ზონამ და acceptance-ი მოგცა, აქედან უკვე ლონგები კარგი იქნება რა. ალბათ ჩემი ხმა კარგად არის მოდა. ოკეი. ვიდეო იწერება. ოკეი, მშვენიერი. არ ვიყენებ არ გვინა. ნახოთ ახლა 2 წუთში როგორი სეტაპი გვექნება რა. ეს უკვე ჩაფეილებული აუქციონია. თუ ლონგებს დავაპირებთ ამის ზემოდან, იმიტომ რომ ეს არის გაყიდვის ზონა და პირველ რიგში თუ რიში შემოამყიდველი რიში მას იძახის ამ მომენტში რომ თუ ლონგები წავა, თუ გამყიდველმა ეს ზონა არ დაებრუნა, ეს ამას უნდა გავხსნით, ამას თუ ვერ გავხსნით, ჩათვალეთ ლონგები იქნება ძალიან ცუდი რა, ამიტომ საერთოდ ვერ გავხსნით, ამიტომ ან შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა არის უბრალოდ მოთმინება და დავუბრუნდეთ უბრალოდ რომ დაიხუროს სანთელი, 5 წუთიანი სანთელი დაიხურა, მოდი ხომ მოვნიშნოთ უკვე initial balance-ი რაც გვაქვს. ეს არის უკვე და იდეაში ლოგიკურიც იყო რა, ეხა ეს ვარდნა, მოსალოდნელიც იყო. ახლობით ვიცოდი რა მოხდებოდა. Initial balance breakout. მშვენიერია იქიდან. თავარი ხა ეს ამან იდეაში დაჰოლდოს ისა და არ ჩაფეილდეს და ტრეიდს გავხსნით ჩვენ. მშვენიერი.
ნახე რაც გვინა, დავინახოთ. 2 წუთში უბრალოდ ვოლიუმის გაზრდა, აი ეს კარგის ნიშანია, მაგრამ რადგან რომ ზემოთ ავედით, ებზრფშენი იყო ამ ადგილზე. ანუ ეხლა ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რომ აი მას გავწდეთ. აი ამ გამყიდველს, ვასოთ მყიდველს. მოხდა ებზრფშენი. და როგორც კი ამას გავწდებით, თუ დაიხურავს 5 წუთიანი სანთელი ამის ზემოთ უკვე, ლონგები იქნება ჩვენთვის ვალიდური და შეგვეძლება უკვე ტრეიდი თამამად გავხსნათ ლონგის მხარეს. მანამდე უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ არ იქნება ჩვენგან პროფესიონალური აქედან უბრალოდ ესე მოქმედება. თუმცა ლონგები მეთყოდი ამ ადგილიდან. ესე stop loss-ი დაახლოებით ამ ადგილზე და target-ი ზეზე კაი ნიშანია, შვენიერია. და ლონგებს ვიტყოდი უფრო. მოიწთი. ვოლიუმის თვალსაზრისით შევხედოთ. დაახლოებით აი ეს ზონა. და ნუ პირველ რიგში ვალუი არის ზემოთან დაახლოებით აი ეს ზონა უფრო რა. ეს ზონა იქნება ჩვენთვის კარგი რო ტრეიდიდან ნუ ჩანტაფა რა ვთქვი რა გამიკეთე ეს ნუ რას თორია როგორც ვთქვი ისე მოხდა უბრალოდ ვერ მოვასწარე ტრეიდის გახსნა არა უშავს რეენტრი შეგვეძლება აი ამ ადგილიდან თუ ეს არის ძალიან ძლიერი ზონა და როგორც კი ფასი ამ იმბალანსებს შეეხება აქედან მე რეენტრის გავაკეთებ ანუ დაახლოებით აი აქედან აქამდე თუმცა რეენტრი ყველა ვარიანტში იქნება ესეც ამ ადგილზე შეგვიძლია აი ამ ადგილზე მაგალითად როგორც კი შეეხება ფასი ეცადე მარჯინი საკმარისი არ გვაქვს ერთი ამ ადგილზე stop loss-ი უწევდა 25 დაახლოებით. მაგრამ ძალიან დიდი რისკი ავიღე, ხა პატარა აკაუნტზე უბრალოდ. და ნუ target-ი როგორც თქვით ის იქნება 23 560 23 ну კარგად დიდია ტარგეტიც ამიტომ ნახოთ შეიძლება ამ აკაუნტზე გამოსტოპოს მე აკაუნტ შევცვლი იმიტომ რომ ეს evaluation-ია და ну შემილია ახლობით თავად ავიღო ეს $6 რისკი ну აკაუნტს მაინც არ დავკარგავ ამიტომ მიიღირს მაინც ну აქედან ეს ტრეიდის გახსნა რა დაახლოებით დიდი ზარალი მაინც და მაინც არ მექნება უბრალოდ ეს რაც მაშინებს არის აი ეს ზონა იმიტომ რომ როგორც ჩანს ძალიან აგრესიული გაყიდვა იყო ამ ადგილზე როგორც ჩანს თუმცა თუ გინდა რომ ამ ადგილს გავწდეთ და ლონგები თამამად ну შემოვიდეს იქნება ну აი ზონა სადაც ხა ეგ ფასი უბრალოდ გაჩერდა რა ამიტომ აქედან ერთ-ერთ შეგვიძლია გავაკეთოთ უბრალოდ დაველოდოთ რომ მას აცდეს ფასი ეს პირველი ტარგეტია რა თქმა უნდა. რაც ამ ადგილზე გვაქვს და ნუ ეს მეორე ტარგეტი. რაც პოტენციურად შეგვიძლია მივარტყათ, ნუ ამას, იმიტომ რომ როგორც კი ფასი ამას მიარტყავს, ნუ გეც stop loss გადმოვიდა, შემეძლება გადმოვიდანო break-even-ზე უკვე და ეს რა თქმა უნდა ძალიან დაბალი იქნება მე. risk free-ზე წავა ტრეიდი რა. მან ეს initial balance breakout-ი რაც ქონა ძალიან კაი იყო, ძალიან კაი entry მოგცა. ეხლა ამ ადგილზე ჩამოვაფასი, ესეც გაიტესტება და მე
წავა ზემოთკენ. არა ერთი იმიტომ არ ვენდობი ამ გაყიდვას, რაც ახლა მოხდა, რომ უბრალოდ ამ ხელამყიდველი მოდის კონტროლშია და უცებ ერთ სანთელში ერთი გაყიდვა შემოდის, კონტრაქტი შემოდის, რაც უკვე და საეჭოა რა ამ გამყიდველების მხრიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ცდილობა იყო absorption-ის, მაგრამ ვერ მოხდა რა. ამიტომ ეს გაყიდვა არ მაშინებს, ასე ვთქვათ, ამიტომ რაც შემიძლია გავაკეთო, უბრალოდ დაველოდო დავაკვირდეთ. ხო, ამიტომ აი ეს იქნება ჩვენი ზონა, საიდანაც უნდა გავიდეთ, ესე ვთქვათ, ამ ზონიდან თუ გავედით, ძალიან კაი ტრეიდი იქნება, მოკლედ. დავაკვირდეთ რა სისხლს. აი მოკლედ ახლა ვიდეოს ვიღებ მიესალმეთ მაყურებელს. და ეს ჩვენი ტრეიდი რაც გავხსენით და ეხლა ვარ $800 პლუსში, ნუ პირველი თარგეტი იქნება $1700-ზე და შემდეგ უკვე break-even-ზე გადავიდან ჩემს. ეხლა უნდა გადმოვიტანოთ ეს break-even-ზე სტოპი. risk-free-ზე წავა ტრეიდი, ანუ აქედან არაფერს არ დავკარგავ საერთოდ, მაგრამ უბრალოდ მივიცემ საშუალებას, რომ ცოტა ხანი თავის გასაკეთებელი გააკეთოს მარკეტმა, აქედან ვარდნას ველოდებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სუსტი ზონა მაქვს მონიშნული, აქედან ვარდნა მოსალოდნელია, მაგრამ ეს გაყიდვა არ გვაშინებს, იმიტომ რომ ვიცით რა ხდება ამ ადგილზე რეალობაში, სინამდვილეში რა ხდება რა. როგორც ხედავთ, ტრეიდი მიდის იდეალურად და ეს ყველაფერი იყო ჩაწერილი. ეხლა რომ წავაგო, აი მაინც მაგარი გამოვა, იმიტომ რომ ვიცოდი რა მოხდებოდა და თუ წავაგებ ეს იქნება უბრალოდ ჩემი ბრალი, იმიტომ რომ მალე არ გამოვიდან ტრეიდზე, ხა ვარ ამდენ პროფიტში, $900 პროფიტში და ნუ იდეალურად მიდის ტრეიდი, ამიტომ ეს ვიდეო დაიდება YouTube-ზე. დღეს აღამოს, ვისაც გაინტერესებს რა მოხდა, როგორ მოხდა, გელოდებით სიყვარულს. დროებით. ხო, ხარ შეგვიძლია გავაკეთოთ უბრალოდ. ნუ, ეხლა შემიძლია ტრეიდი დავხურო, ეს რისკი დავიცვა, აკაუნტი ჩავაბარო. ნუ, აკაუნტი ჩაბარებისთვის დაახლოებით მჭირდება $1200 და ნუ შემიძლია უკვე ეს ტრეიდი დავხურო. ნუ და არაფერს არ მიწყვიტავს ეხლა ეს აკაუნტი უბრალოდ ჩაიხურება და აღარ მინდა უბრალოდ. მაგრამ ნუ მივცემ საშუალებას, რომ მაინც ტრეიდი ნუ დავაკვირდეთ რა. $600-იანი მოგება, ხო, დაახლოებით მაკლია აკაუნტ ჩასაბარებლად. რამდენი? $75 მაკლია, რომ აკაუნტი ჩავაბარო. რა გითხრათ? ნუ ყველაფერი როგორც ვთქვით, ანუ მეტი რა განახოთ, როგორ დაგანახოთ, რომ რა მოხდა სამტკიცებელი თქვენთან უბრალოდ რავი როგორც ვთქვი, რას ვთქვი და როგორც ვთქვი, ყველაფერი ისე მოხდა და მაგაზე მეცინება უბრალოდ რომ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც ნუ დაცინის ამ მეთოდებს და ამ სტრატეგიებს, ანუ არ ვიცი რა. დაფიქრდით. მე ჩემი მოგება დავაფიქსირე. აი, კარგ მოგებაში გავედი $70. როგორ მე გავაკეთებ, როგორღაც შევძლებ რომ $70 გავაკეთო და რომ აკაუნტი ჩავაბარო და გადავიდე უკვე ლაივზე რა. რაღაცას მაინც ვიზავ ხო მაგაზე არ იდარტოთ. ამიტომ რა ვიცი. ოკეი, მიხა ვიდეოს გაგრძელება უაზრობა იქნება, ბევრი მოიწყენთ ალბათ უკვე. ამიტომ დავასრულებ უკვე ვიდეოს ჩაწერას. დაიდება ეს ვიდეო YouTube-ზე. მე ხა ალბათ YouTube-ზე უყურებ.
რა ვიცი აბა, კითხვები თუ გაგიჩნდებათ, მომწერეთ Instagram-ზე, მომწერეთ Discord-ზე, მომწერეთ კომენტარებში და ყველას გიპასუხებთ აუცილებლად ახლა. ან ჩვენ თქვენიც თაბა დროებით.